მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა თქვენ უსმენთ და უყურებთ პირველ რიგში კონსერვატორიას და სადაც ჩვენ განვიხილავთ ანალიტიკურად განვიხილავთ მიმდინარე ამბებს და ამას მე მგონი ვახერხებთ. კარგად. ნუ მთავარი ამბავი რაც დღეს უნდა განვიხილოთ, ეს არის ბრიტანეთის სამარცხვინო ქმედება, სატირალი სასაცილო რომ არ იყოს ქმედება, როდესაც ჩვენ და იმედი დაასანქცირა. მაინც ჩვენზე გავაკეთებ აქცენტს იმედი დიდი ტელევიზია, მაგრამ რაღაცნაირად მიხარია, რომ პარლამენტში ან სამთავრობო დერეფნებში პოზიტივის სახელი ისმოდა, დაგვაფასეს deep state-მა და ჩვენმა იდეურმა მოწინააღმდეგებმა და დაგვასანქცირეს, ესე იგი კარგად მუშაობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი განწყობა აქვს ჩვენთან მომუშავე ნებისმიერ თანამშრომელს და გაფასება არის ერთგვარი, როცა მტერი ასე გაფასებს, ესე იგი შენ კარგად მუშაობ. ხო, შევეხოთ პირველ რიგში აბსურდულობას დასანქცირების. ესე იგი, ჩვენ თურმე უკრაინაში არეულობას ხელს უწყობთ, ის არის არეულ-დარეულ და თითქმის ნახევრად მკვდარ ქვეყანაში უფრო რუსეთის პოზიციებს ვამძაფრებთ, რუსეთის იდეოლოგიას ვატარებთ, ვამბობთ რა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული, ვამბობთ რა, რომ უკრაინა აგებს ომს და ასე შემდეგ. მინდა შევახსენო, უკვე შეგვიძლია ერთ-ერთზე ლაპარაკი, ჩვენ გვიცნობენ, მინდა შევახსენო ინგლისის establishments, ლორდთა პალატის წევრებს, პარლამენტის წევრებს, თემთა პალატის წევრებს და ხო, ვინც არიან, არიან. კი ბატონო, დაუნინგ სტრიტზე მინდა შევახსენო. დაუნინგ სტრიტის რა ნომერია? 10, ხო? მე მგონი, ხო? 10. დაუნინგ სტრიტის 10-ში მცხოვრება პირს, რომ ამაზე საუბრობენ ზუსტადაც რომ პირველ რიგში ბრიტანული მედია საშუალებები და ამერიკული. ამაზე საუბრობენ ექსპერტები და ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპი. ამაზე საუბრობთ თქვენს ბრიტანელ პოლიტიკოსებო და ამაზე საუბრობს ევროპელი პოლიტიკოსები, როცა ეძახიან რუსეთი არის ევროპა, რუსეთთან ჩვენ უნდა ვიმეგობროთ და ასე შემდეგ. მეცაც ვეტყვი ბრიტანელებს ვეტყვი, რომ აღმოჩნდა, რომ კაიმანის კუნძულზე თქვენი ოფშორული ზონა, რომელშიც დარეგისტრებულია ძველი ბევრი ფირმა, აი ამ ოფშორულ ზონაში დარეგისტრებული ფირმებით დაახლოებით 6 მილიარდის 8 მილიარდი დოლარის ივაჭრეთ რუსული ნავთობი. ეს არის დადასტურებული თქვენივე გამჭვირვალეობა ინგლისის ეკაგიგაური ხო ყავთ ვიღაცა თქვენი ეკაგიგაური. აი თქვენივე გამჭვირვალეობა ინგლისის გამოძიებამ ჟურნალისტურმა თუ NGO გამოძიებამ ცხადყო, რომ აი ესეთი ამდენი მილიარდით დაეხმარეთ რუსეთს სანქციების გვერდით ასავლელად. ნუ ფარისევლობა საზღვარი არ აქვს, ორმაგ სტანდარტებს საზღვარი არ აქვს. ჩვენ გეტყვით რომ არ გვეშინია დიდი მადლობა დაფასების. აგერ ნახეთ რა ვქნათ ჩვენ ქვეყანაში. თქვენს ქვეშევრდომებს და ჩვენს აკაცუკებს. აქეთ ყველაზე კარგად ჩვენ მოვლით და არ გაგივათ. არაფერი არ დაეხმარება იმათ პოლიტიკურ სექტორს. ვერ აღდგებიან. თქო. მე შავა მოდი ვეცდები სხვანაირად დავინახო რა. ჩემთვის ეს არის ძალიან დადასტურება ჩვენი მთავარი თეზისების რა. იცი რა არის? არ გვაქვს უფლება ჩვენ განსხვავებულად ვქონდეს? არა, იცი რა არის? ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ მე რაღაც მომენტში უკვე მაინტერესებს რა დარჩა ევროპისგან. იმიტომ რომ ანუ ისიც რა არის ახლა განსხვავებით ამ მთელი ამ რაღაცა ამ აგრესიული დიასახლისების განმავლობით თავარი დასახდენი არიან ამ დიდი ბრიტანეთის და ვიღაცები ჩვენ ისტორიაც ვიცით რა და ევროპის ორი ნაწილია რა. არის ევროპა თავის კოლონიალიზმით, ფაშიზმით, თავისი გენოციდებით, რასიზმით და სხვა ანუ ადამიანის ზოოპარკებით და მარაზმებით არის მეორე ევროპა. განათლების ევროპა. სიტყვის თავისუფლება, სოციალური სახელმწიფო, განვითარება, ძლიერი ეკონომიკა ეს მგონი აღარ არსებობს. და ეხლა აღმოჩნდა რომ ეს ნაწილი არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ შალვა შეხედე რა, ჩვენ პირდად მე მაგალითად ადამიანს რომელსაც ვიცი უკრაინაში რა ხდება, იმიტომ რომ იქ არაერთხელ ვარ ნაყოფი და ომის განმავლობაში. ჩვენი ოჯახის წევრი ცხოვრობდა იქ. ვიცნობ ამ ყველაფერს მაინტერესებდა და ვიცი რა რომ ის რასაც ამბობს თუნდაც დასავლეთი ძალიან ბევრ შემთხვევაში იყო არაადეკვატური, იმიტომ რომ წყაროები ძირითადად ამ ინფორმაციით ჩვენ დასავლური გქონდა, იმიტომ რომ ჩვენ რუსულს ვერ ვაკეთებდით, იმიტომ რომ ვიცით რომ რუსული არის პროპაგანდის მეორე მხარე, ამიტომაც წყაროებად ვიღებდით დასავლეთის შედარებით კრიტიკულ ნაწილს, რომელიც ამბობდნენ რომ აი უკრაინაში ხდება ეს ქონდათ აქ წარმატება, ქონდათ აქ წარმატება ჩვენ ამ ბოლო დროს ერეკებიან ძალით TCK ჯარისკაცებს ფრონტზე უკან დახევა
ფულს იპარავენ, დაჭერილი არიან მაღალ ჩინოსნები. თვითონ მათმა სტრუქტურებმა დაიჭირეს, რავი, ქვეყნის მთავრობის წევრები, იმიტომ რომ რომლებმაც რაღაც ევროპელებისვე ფულს იპარავდნენ, მაგრამ ეს არის მეუნაწილე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ გვაქვს, ანუ აქვს თუ არა საქართველოს რიტორიკული შეკითხვა, რა თქმა უნდა, აქვს და ამ უფლებას არა, მეორე მომენტია. აქვს თუ არა უფლება საქართველოს კონდეს განსხვავებული აზრი თუ ჩვენ ევროპაში ვიქნებით, იმიტომ რომ მე ეჭვი მაქვს, მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ ამის უფლება ჩვენ ეხლა არ გვაძლევთ. მით უმეტეს მაშინ და მე რა იქნება? კი ბატონო, გთხოვთ. მარტო ეჭვი გქონცო? არა, ნუ ეს რიტორიკული სუვერენიტეტი არ არის მარტო რაღაც ცალკეული მიმართულება, სუვერენიტეტი არის საინფორმაციო მიმართულება. თუ სუვერენული საინფორმაციო სივრცე არ აქვს და ვიღაცა გიწესებს იქ ლონდონში, შენ აქ რა უნდა ილაპარაკო და რა არ უნდა ილაპარაკო. ეს არის პირდაპირ შელახვა ამ სუვერენიტეტს. იცი რა არის? ეხლა კი არსებობს ორჯონიკიძეზე ბევრი ესე წარმოდგენა, მაგრამ მე მის ბიოგრაფიას ვიცნობ. ვიცი როგორ აზროვნებდა. ადამიანი იყო მართლა იდეური ადამიანი იყო. ბოლშევიკი ადამიანი იყო, ჯეროდა რომ საქართველოს კი არ იპყრობდა, არამედ შემოდიოდა საზღვრები აღარ იქნებოდა. აი ეგეთი ადამიანი იყო, მაგრამ არსებობს იდეის მიღმა, რაღაცა რეალობები, ეროვნული რეალობები. მას შეიძლება მის წარმოდგენაში შეიძლება საერთოდ კარგიც შეიძლება უნდოდა. მაგრამ კატასტროფა გამოდის. ეხლა ჩვენ ამ ადამიანებს რო უყურებთ, ხო ვისაც უხარიოდა, ხო? ისინიც უბრალოდ ისინი ვერ ხვდებიან, ისინი პროდასავლური ორჯონიკიძეები არიან. კი. ესენი პროდასავლური ბოკერია ხო თქვა, კაცო. ბოკერია მარგა ხო ცნობილი ფრაზა. მეო CRU-ს აგენტი მინდა ვიყო, კაცო, რა სამობ. ანუ აქ თავარი რა არის რა, რომ ყველანაირი იდეა, როგორ იდეოლოგია უпростоრეთ, რა, როგორიც არ უნდა გქონდეს შენ. არსებობს ობიექტური ეროვნული ინტერესი, ისტორიული შენი ინტერესი. რა და ეს ისტორიული ინტერესი, როდესაც ანაცვლებს შენ რაღაც იდეოლოგიური რაღაც წარმოდგენებით, შენი ქვეყანა იღუპება. ყველა ეს მაგალითი, თუნდაც აი ობიექტურად ავიღოთ, ისე რომ ავიღოთ ორჯონიკიძეს მართლა არ უნდა ცუდი. აი განწყობით. მაგრამ კატასტროფა მოხდა. კატასტროფა. აი ეს მათ ბევრს ალბათ ცუდი უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვისაც უხაროდა, მათ გონიათ რომ რაღაცას ჩადიან, მაგრამ გამოდის ზუსტად ის რაც ორჯონიკიძემ გააკეთა თავის დროზე. ანუ ადამიანებს არ ესმით რომ ამ შენ სუვერენიტეტს ჭირდება თუნდაც შენთვის მიუღებელი ადამიანები ვინც იქნებია შენ საზოგადოების შიგნით. ის არ უნდა ჩაახშო გარი ძალის მეშვეობით. თუ ერთი ადგილი გაქვს, შენ ჩაახშე. ის მიდი და შენ შეცვალე, შენ დაამარცხე, კი ბატონო. ეს გასაგებია ჩვენთვის. მოიპოვე, კი ბატონო, ესაც მესმის, რომ გარედან რესურსი მოიპოვე მაგრამ შენ რო ელოდები გარედან ტანკებს, ფინანსურ აქციებს, ის მეგონი ჩერგოლეშვილმა დაწერა, რომ იქ ახლოს ის ამერიკული ავიამზიდი არის, რაღაცაზე დაწერა ეხლა, ხო? ანუ ამერიკული ავიამზიდი უნდა, ხო? გვაშინებს, ხო, აქ. ანუ თავარი რა მომენტია, იცით, რომ ყველანაირი ეს რეგულოს არ უნდა საუბრობდნენ დემოკრატიაზე რა არსებობს თამაშის წესები. როდესაც თამაშის წესები ირღვება ერთი მიმართულებით, ხო? არა გაქვს უფლება შენ დაიცვეს თამაშის წესები. არა გაქვს უფლება შენ იყო ესე იგი რაღაცა გამოწყებული დემოკრატი და გამოწყებული ესეთი, როდესაც შენს მიმართ ყველაზე ბინძური მეთოდებით იბრძვიან. არც ვიქნებით მაგის გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენ არ ვიქნებით ეგეთები და დედას უტირებთ ბოდიში ამ გამონათვალს. არსებობს აი ძალიან მარტივი რაღაცაა რა. ეხლა გავდივართ რაღაც ჩამოყალიბების პროცესს გავდივართ. კი ბატონო. ამ პროცესის შემდეგ საქართველო ან იქნება სუვერენული, ან არ იქნება სუვერენული. ანუ არ იქნება საქართველო. ან იქნება ის ვინც ქართული ადამიანი ვერ აერჩევს ესეთი ხელისუფლება ეყოლება. არ იქნება საკუთარი საინფორმაციო სივრცე. არ იქნება რობს ეზიზღებოდეს ადამიანის პოსტივი. უბრალოდ ესე ამბობ. აი იმ ადამიანს რომელსაც შეიძლება მომავალში გაუჩნდეს უბრალოდ კრიტიკული დამოკიდებულება, არ ვიცი NGO-ს, ლიბერალების სხვადასხვა იმის მიმართ არ იქნება ამ ადამიანს საკუთარი გამოხატვის საშუალება. არ იქნება არანაირი საშუალება მას. ამის გაკეთების საშუალება. ხო მე უბრალოდ მართლა შევადარებ წინა გადაცემაში ვთქვი რომ აი ქართულმა ოცნებამ გამოაჩინა დიდი პოლიტიკური სიბრძნე, როდესაც მან გაანადგურა ოპოზიცია, ყველანაირად დაიწყო დებატები და გახსნა სივრცე და ესენიც მონაწილეობდნენ, მაგრამ აი აღმოჩნდა რომ აი მცირე იმპულსი გარედან და ეგრევე აწკავდნენ აი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით რომ აი აბა მე ვხედავ აი ამ სულიად დაგვამხეს თავიანთ მაგათ ხელდაკტრები ვარ ეს არის ჟდიამული გასაგებია რომ ეს იყო მართლა აი სწორად იყო ნათქვამი გუშინდელ პრემიერის განცხადებაში ეს იყო მათთვის ასე ვთქვათ მაჯისცემის გაცოცხლების მცდელობა
მაგრამ რა ვიცი, აი უბრალოდ გაუგებარია ესენი რომ თან ახლა მოდი ვთქვა რომ ეს არის გაკეთებული აშკარად უკრაინის შუამავლობის. მე ესე მგონია, ასე და უკრაინისთვის არის გაკეთებული, იმიტომ რომ მაინც ხო, ამიტომ მოდი ეს ვთქვა ბრიტანეთის ასე ვთქვა საკურატორო ზონა არის და არა ამერიკის უკრაინა. ჩვენი პოზიტივი იმიტომ ეზიზღება და საქართველოს და ეს სუვერენიტეტული ხაზი იმიტომ რომ დამთავრდება უკრაინის ომი და აი ვიღაცა რომ გამოფხიზდება უკრაინის რაღაცა ნაწილი და აი კითხავს რომ ამ პატარა საქართველოს რო არ დაიწყო ომი და გაუძლო და რაღაცა რატო არ ვქენით ანუ ესეთი კრიტიკული კითხვის პრევენციაც არის გარდა იმისა რომ ომში ჩართვის მცდელობა ხო და ანუ მით უმეტეს ჩვენ დავინახეთ რომ პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიწერა ძალიან სწორად რომ საქართველოს რა ვიცი ყველანაირ რაც არის მისი ჰუმანისტური ჟესტი ყველანაირად ხარს უჭერს ყველაფერი მაგრამ მართალ და უკვე უბრალოდ ეს დამთავრდა ცალმხრივი სიყვარულის რეჟიმი არის ჰუმანური რეჟიმი მაგრამ არ არის ცალმხრივი სიყვარულის რეჟიმი და მე ამის ფონზე კიდევ ერთხელ მიკვირს და ადრეც თქვი რომ ზოგიერთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამწუხაროდ ჯერ კიდე არის უკრაინის დროშა და ჩემი აზრით ეს ძალიან გასაკვირია იმის ფონზე რასაც უკრაინა აკეთებს ჩვენ მისამართით და იმის ფონზე რომ ჩვენ რაღაცნაირად ანუ სიმართლის თქმა ანუ არ შეიძლება ანუ არ აგებს უკრაინა ხო შეიძლება ჩვენ გვეშლება და იგებს არა თქვა გვეშლება და არ შეიძლება რომ გვეშლებოდეს თქვა და ამის გამო უნდა დავსანქციოთ არა ხო გასაგებია რომ არ იგებს მაგრამ უბრალოდ ეს არის აი რა ვიცი მაშინ ტაიმი დაასანქციონონ ტაიმი ხო CNN NBC დაასანქციონონ რუსული დასანქცირებული ყველა დასანქცირებულიო ანუ რუსული მოასწრეს რა რუსული ომის დაწყების თანად იმას აქვს დაასანქციონოს საქმე რაშია იცით ანუ ვინც რაღაცა ანალიზის კეთებით არის თქვა ამ შემთხვევაში პოლიტიკური ანალიზის კეთებით არის დაკავებული ალბათ კარგად რომ დაფიქრდება კიდევ ერთხელ უნდა მიხვდეს და შეუძლებელი საზოგადოების დიდი ნაწილიც ალბათ უკვე არავის ნაკლები არ არიან აქ მიმართულებით უნდა მიხვდეს რომ ჩვენს მიმართ ინტერესი რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ ჩართული იყოს ომში არის ძალიან დიდი და ეხლა დავიწყებ თავიდან როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა განცხადება რომ ეს იყო ოქტომბერი 2024 წლის თვალსწრები 30 ოქტომბერი ჩვენს პრემიერს რომ მიღებასთან დაკავშირებით უარიც რო რომ მოატყუა ხო კი მაშინ სიტყვით გავიმეორებ რომ უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში რუსული სტილის რაღაც გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით ანუ სულ პატარა ანალიზი დრო რო არ დავკარგოთ რა ჯო ბაიდენი რომელიც მაგ დროს თავისი ოჯახის წევრებს ვერ ცნობდა ხო დადასტურებული ფაქტია. კი კაცო. ხო აი ხო ფაქტია ეს ხო უტყუარია. ხელს ვერ აწერდა ვერ ცნობდა. ვერაფერს ვერ აკეთებდა, ოჯახ შვილს ვერ ცნობდა და მეუღლეს. ის თურმე უკიდურესად შეშფოთდა ჩვენთან რომ გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ. ეს ერთი რომ თურმე შეშფოთდა და მეორე არ არსებობს სოფლიო ისტორიაში და არც განმეორდება ღმერთმა უკრას რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება ჩვენისთანა ქვეყანაში მიღებულ კანონთან რა კანონიც არ უნდა იყოს თუნდაც რა თუ ეს რაღაცა ატომური შეიარაღებას არ ეხება დანარჩენი ეს არის როგორი აბსურდი იცი აი არ მაგის არსებობს სახელმწიფო მდივანი არ არსებობს დაბალი დონის ჩინოვნიკები არსებობს ანუ რომ ვერ მოგვერივნენ თქვა სახდებიდან განცხადებებით და რაღაცები მერე გააკეთა განცხადება მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ის სულელი ხალი რო იყო რო იწყებოდა კარის ჰარისი და იმის შემდეგ განცხადებას აკეთებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეს ნიშნავს ჩემო ძვირფასებო რომ დაინტერესება იმ ხელათი დიდი იყო რომ საქართველოს ომში ჩაერთოთ რომ თვითონ ამერიკის პრეზიდენტიც კი გამოიყვანეს და გამოიყენეს აი ამისათვის რომ აქ როგორმე მუხტი აეწიათ უფრო მაგლა საქართველოში ხომ წარმოგიდგენიათ იმის შემდეგ ეხა როგორ არის იცით თუნდაც შედარებასაც მოვიყვან ეხა სად ჯო ბაიდენი და სად დღევანდელი პრეზიდენტი ხო ჯანსაღი კაცია ჯანსაღი გონების ადამიანია ჯანმრთელია და ყველაფერი და აზერბაიჯანი და სომხეთი
ეხლა დაიმახსოვრა აზერბაიჯანის სახელი რამდენჯერმე სხვა რამდენიმე ქვეყანა სხვადასხვა სახელები დაუძახა. ეს იმიტომ რომ იმდენად დიდ გლობალურ პროცესებში არიან ჩართული ვერც გაამტყუნებ რომ პრეზიდენტმა მაგალითად აზერბაიჯანის სახელი ზუსტად იცოდეს და რაღაც წარმოგიდგენია და იმან ჯო ბაიდენმა იცოდა საქართველოში გამჭვირვალობის კანონი როდის მიიღეს და რა მიიღეს. უწუხარება შეშფოთებული. უკიდურესად იყო თან შეშფოთებული. წარმოიდგინეთ. ანუ რამხელა ზეწოლა იყო საქართველოზე. როგორც კი ამერიკა ჩაეხსნა, პირველ ეტაპზე გამოვიდა ევროკავშირი, გადმოიბარა ეს ყველაფერი, ომი და ჩვენზე ზეწოლა. პროცესები როგორც ვითარდება და ამას აღარ მოყვები. და რა თქმა უნდა ზეწოლა ჩვენზე. როგორც კი დაინახეს რომ ევროკავშირის ზეწოლა ასევე ფუჭი გამოდგა და ტყუილა ხარჯავენ ფულებს აი ამ უსამშობლოებთან ამათი დაფინანსებით, სულ ტყუილად იხარჯება ფულები, შემდეგ წინა პლანზე გადმოწიეს ახეთ ელჩები, ევროკავშირის ელჩი, დიდი ბრიტანეთის ელჩი, გერმანიის ელჩი, დიდი ქვეყნების ელჩები. იმიტომ რომ აზრი არ აქვს ამათ აქეთი გიცია რომ დაინახა ხალხმა რომ უაზრობა და უკვე ეხლა მით უმეტეს დღეს სიტუაცია არის ძალიან რთული ფაქტიურად ომს აგებენ მათთვის ეს იქნება დაარტყმა სერიოზული ჯერ ისედაც ხო განადგურებულები არიან ფაქტიურად აქედან ამერიკამ ანადგურებს აქედან მხრიდან რუსეთი ანადგურებს თავიანთი სისულელეების გამო, თავიანთავს შიგნით ინადგურებენ როგორც ევროკავშირის ბიუროკრატია და ეს ომის წაგება მათთვის იქნება სიკვდილი, პოლიტიკური სიკვდილი, ამდვილად 100%-იანი. შესაბამისად ეხლა არა მაგის მეცადებელი არ მოგწევს ღმერთმა. შესაბამისად ეხლა უფრო როგორ გითხრათ, როგორც აი ჰაერი ეგრეთ ჭირდება საქართველოში დაწყებული ომი, სადაც ჩაერთვება ჩრდილოეთ კავკასია, აადუღებენ ჩრდილოეთ. იქნება რაიმე საშველი მიეცეს რუსები, რა თქმა უნდა, რუსები აქეთ გადმოისროლონ. ეს არის და ეს არის მათი მთავარი მიზანი და ეს არის მთავარი ამოცანა. ეხლა უფრო გაატკეცეს ეს ყველაფერი. იმიტომ დრო არ აქვს. ბევრი დრო აღარ დარჩა. აგერ ამერიკის შეერთებული შტატები აწვება უკრაინას, ხო ფაქტია. ესეც ხო ფაქტია, ეუნება რომ ანკორიჯის შეთანხმები, ერთ თვეში ომი უნდა დაამთავრო, როგორც გინდა. ანკორიჯის შეთანხმები შეასრულეთ. ანუ გამოუვალ კიდე სხვა ჭკუაზე ვიდრე ამერიკა. კი ბატონო, გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ეხლა დაგვაწუნენ ჩვენ. ეხლა უყურეთ ეხლა ეს რო მოუყვედა დავიწყო რომ როგორი უსამართლოდ მოიქცნენ რაღაცა მტკიცებულები, ამას ყველა ხედავს. ძალიან კარგად ნახა საზოგადოებამ რომ არავის არაფერი მტკიცებულება არ აქვს. პასუხს ელჩმა პასუხი ვერ გაცა ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვერც წერილზე პასუხი გასცეს. ამერიკელებმა რო ის დაასანქცირეს მაშინ წინა ადმის მოსამართლეები. რატო დაასანქცირეთო და პასუხი დღემდე რო არ ვიცით. და ასე შემდეგ, ხო? ამას აკეთებენ რაღაც უტიფრად, უჩუმრად დადიან, გვინდა და დავასანქცირეთ. ძალა გვაქვს და ამას ვაკეთებ და ასე შემდეგ. ეხლა რა ქვეყანა აკეთებს? ამათ ის ფაქტები მინდა თქვა ევროკავშირზე ალბათ მერე ვილაპარაკოთ, რომელიც არ გაჟღერებულა. დანარჩენი ყველაფერი კარგად და სწორად იყო. ანუ ის რომ იმ ქვეყანაში, რომელმაც ეს კონკრეტული ეს ქმედება განახორციელა, ორი ვარიანტია. ან დემოკრატია არ არის საერთოდ, ან კიდევ ადამიანის უფლებებზე ხო საუბრობენ. აი არ არის დემოკრატია და არც ადამიანის უფლებები, ან კიდე ჩვენთან ადამიანებად არცვლიან. შენ შემთხვევაში, როდესაც როგორც ვამოვთხოვთ, ადამიანებს არ არცვლიან და არა, ფაქტები რო თქვა, უცებ კარგად ამბობ. არ არცვლიან ადამიანებად, ამიტომ რა უფლებებზეა საუბარი. ეხლა ვთქვათ ის ფაქტები. 14000 არ არის? 12000 ადამიანი არის დაპატიმრებული Facebook პოსტებზე საწინააღმდეგო აზრი. ის კი არა რომ ვიღაცა შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენთან რომ არა, საწინააღმდეგო აზრი. რა თქმა უნდა, გერმანიაში რომ ვიღაცამ პინოქიო უწოდა კანცლერს და პენსიონერი პოლიცია კი ბატონო. ანუ 12000 მარტო დაპატიმრებული ყავთ. თქვენ არ დაგავიწყდეთ ერთი ფაქტი. ადამიანი სამშობიაროს წინ რომ იდგა და ლოცულობდა. დუმარეთ, ხო? დუმარეთ ლოცულობდა, ეს აბორტის დაიჭირა. ის ადამიანი დააპატიმრეს.
უამრავი ფაქტი შეიძლება ეს პედოფილური სკანდალები ეხლა ეს პედოფილური სკანდალებთან მინდა მე წინასწარ მინდა ბოდიში მოვიხადო მაგრამ ეს ფაქტი რო არ განვიხილო ეს დღეები არ ყოფილა არც ერთ არავის რაღაცა ყურადღება არ გაუმახვილებია შეიძლება თავს იკავებდნენ მაგრამ მე ამ შემთხვევაში არ შევიკავებთ და ამ ფაქტს მინდა შევეხო პედოფილების დამცველებს ეძახიან დღევანდელი დიდი ბრიტანეთის იმის მინისტრთა კაბინეტის ის ვინც არის რა ქვია თავმჯდომარე ლიდერი რაც ქვია პრემიერ-მინისტრი სტარმერი კი სტარმერის პარტია არის პედოფილების დამცველი და ეხლა აუხსნის საზოგადოებას რა ხდება ანუ რეალურად ეს ის ხალხია უყურეთ ეს ის ხალხია რომლებიც დღეს თავის ქვეყანაში ინარჩუნებენ მშვიდობას თავისი ცოლების შვილების დების და ასე შემდეგ ქალების მეშვეობით. ეს ის ხალხია პირველ რიგში რატო გვერდჩიან უკრაინელები რომ მოატყუეს რომ ჩვენო თქვენს გვერდითა ვარ თუ კირსტარმერი ხო იყო რომ გააჩერა თუ არა ჯონსონი რო იყო რომ და უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენო თქვენს გვერდითა ვარ თუ სად არის ჯონსონი სად არის დიდი ბრიტანეთის არმია უკრაინელები იჟუჟებიან თუ უკრაინელების სად არის არმია საერთოდ თუ უკრაინელები მოატყუეს იმისთვის რომ მოატყუეს იმისთვის უკრაინელები რომ რუსეთის წინააღმდეგ ამ ხალხის გაჟუჟვა არაფრად არ უღირთ რატომ ჩვენ არ მოგვატყუებდნენ და რო ვერ მოგვატყუეს ზუსტად მაგდო გვერდჩია აუცილებლად ეხლა გავაგრძელებ იმას წეგან ვახსენებ მაგი ხალბატონები ყველას ჩემი დიდი პატივისცემა მაგრამ რა კაცები გვებრძვიან და ვინ გვასანქცირებენ ოფიციალური სტატისტიკა არსებობს 70000 გაუპატიურებული ქალი ყავთ ამას ამბობდნენ რომ წელიწადში ხდება ამდენიო მოდი ავიღოთ ყველაზე ცოტა და თქვათ რომ ზოგადად ჯამში არის 70000 გაუპატიურებული აქედან ნახევარზე მეტი არის არასრულწლოვანი და ზუსტად ეს სკანდალი ხო იყო ბალეტის ზუსტად აგერ 2 დღის წინ იმანაც გადააზიარა რა ქვია ამერიკელები აქტიურად აზიარებენ და ილონ მასკი განსაკუთრებით აქედან როგორც თქვი ნახევარზე მეტი არასრულწლოვანი და რას აკეთებს მათი მთავრობა ანუ ის ჩამოსული მიგრანტები თქვათ არაბები თუ ვინც არიან არ მინდა კონკრეტულად დავასახელო ბევრი არიან წარმოიდგინეთ ხალხო ხელწერილებით უშვებენ და აქეთ ედავებიან იმ ახალგაზრდა ბავშვებს რომლებიც თავს იცავენ ნუ დადიხარ თქვენ თუ გახსოვთ რაღაცა მოკლე კაბებით და რაღაცები ერთი ცნობილი კადრია შოტლანდიელი გოგონა რომ დანით არის შოტლანდიელი გოგონა არის დანით ეს ძალიან ცნობილი კადრია ეს კადრი უნდა გაუშვათ ახლა და გოგონა რომელიც 12 წლის არის კაი შოტლანდიელი წითური მე მგონი და გმირად შერაცხეს იმიტომ რომ დანით პატარა დანა ქონდა დაუპირისპირდა ბულერებს უცხოტომელ ბულერებს რომელსაც აი რაც შეეძლო შევძლო იმიტომ რომ რატო უფროსი არავინ არ ესარჩლება უფროსი ანუ ხელისუფლების იმედია რა ანუ როგორ ინარჩუნებენ ანუ ესენი ღირსეული ადამიანები არიან ესენი დავამთავრებ აუცილებლად ეს ადამიანები რომლებიც როგორც ეგან აღნიშნე აი იმ ქალების ხარჯზე ინარჩუნებენ შვიდობას იმის თავი არ აქვს რომ იქ შესულ მიგრანტებს წინააღმდეგობა გაუწიონ თავისი ოჯახის წევრებს ვერ იცავენ რა ქვეყნის დაცვაზე არის აი ზუსტად მაგით ვლაპარაკობთ ხოლმე ხელისუფლება უნდა იყოს ღირსეული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ის რომ თავისი ოჯახის წევრს ვერ იცავს როგორ დაიცავს მაგალითად დიდი ბრიტანეთში იმიტომ არ აინტერესებს იმას სხვისი შვილის უბედურება არ აინტერესებს შენი ვაფშე არ დააინტერესებს რა თქმა უნდა ესენი როგორ ამათ შეიძლება მოგვიგონ ჩვენ ბრძოლა ესენი ვერასოდეს ომს ვერ მოგიგებენ მართლმადიდებელ ადამიანს ამნაირი უღირსი ადამიანები რას გეუბნებიან წარმოიდგინე რა ადამიანებს რომლებსაც არა მარტო თავისი ოჯახების და შვილების და დედების გულისთვის წირავდნენ სიცოცხლეს და დღესაც გაწირავს ნებისმიერი ქართველი სხვა ქალის ანუ ქართველი ქალის შეურაცხყოფისათვის ნებისმიერ ქართველ მართლმადიდებელ მამაკაცს შეუძლია სიცოცხლე გაიღოს და ეს ცვედანები პოლიტიკური ცვედანების და ისეც დღეს ჩვენ გვეუბნებიან რომ ჩვენი ინტერესების გულისთვის თქვენ უნდა შეაწყდეთ რუსებს და მერე ჩვენ უნდა ვიგულავოთ ბოდიში მომითხოვია საქართველოში უნდა მოვიყვანოთ ჩვენნაირი ცვედანები და ისე უნდა მართოთ ქვეყანა როგორც გვინდა ჩვენ ეს არის ფაქტი ახლა ამის გამო გინდა დამასანქცირონ
და გინდა ბომბი მესროლონ. ეს მათივე ინფორმაცია. არა, ბომბი არ გინდა. მათივე ოპოზიციონერები. ჯერ არ გინდა ბომბი. არა, ერთი ცოტა ხანი აქ არ გინდა ბომბი. ცოტა. ანუ ეს მათი ოპოზიცია ლაპარაკობს. მათი ოფიციალური ინფორმაციებია გამოქვეყნებული. წარმოიდგინეთ, რომ დღეში რამდენ ადამიანს აუპატიურებენ იმისთვის ვინ მიუხედიათ და დღეს აქ ჩვენი ელჩი საქართველოში ელჩი ბრძანდება დიდი ბრიტანეთის აქ გვეკაცება და ჩვენ გვეუბნება რომ იცი რა წადითო და რუსეთს ეომეთო თავისი ცოლისა და შვილისთვის ვერ მიუხედია იქ რომ ვიღაცები ბოდიში მომითხოვია და მაგარ თვალში ხმარობენ მაგარ ქალებს და მოდი ახლა ჩვენ კიდევ ერთ თემას მომიხილოთ აგებებისთვის კარგი დისკუსია მაგრამ რეკლამა ხო უნდა ვნახოთ რეკლამა მეგობრებო